K&N Denis. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თემო აბულაძე და წარმოგიდგენთ Toyota Supra Mark 5-ს. დღეს მინდა მოგიყვეთ თუ რა არის გაკეთებული და რის გაკეთებას ვაპირებთ ახლო მომავალში ამ საინტერესო BMW-ზე. Supra-ს ამერიკიდან ჩამოყვა სპორტული გამშვების სისტემა გარდა კატალიზატორისა. კატალიზატორი აყენია ქარხნული და ჩვენ ვაპირებთ downpipe-ით ჩანაცვლებას, რაც უზრუნველყოფს ძრავის მეტ გამტარიანობას და ნაკლები შეფერხებით მუშაობას. ხომ მართლა VRSF-ის downpipe-ს ვაყენებთ? აკტეილის ხვები. გარდა downpipe-ისა, ჩვენ ვაპირებთ რომ დავაყენოთ K&N-ის სპორტული ჰაერის ფილტრი, რომელიც ტურბინას ნაკლები წინაღობით მიაწვდის ჰაერს. ამ მცირე მოდიფიკაციების შედეგების სანახავად, ჩვენ მივდივართ AB პერფორმანსში, რომ მანქანა დინოზე დავაყენოთ და გავზომოთ თუ რამდენი ცხენი იქნება საბურავზე. და გარდა დინოს ტესტებისა არანაკლებ მნიშვნელოვანია და საინტერესო მანქანის აჩქარების გაზომა, რაშიც გვეხმარება დრაგის მოწყობილობა, რომელიც მოგვაწოდა ჯახას კასტომმა. ჩვენ შემთხვევაში ეს მოწყობილობა დაგვეხმარება ავზომოთ მანქანის აჩქარება 100 კილომეტრიდან 200 კმ/სთ-მდე. დანარჩენს კი AB პერფორმანსში ნახავთ. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ABP-ში. მანქანა გავტესტეთ სტოკი ინტეიქით და კატალიზატორით და საბურავზე დაწერა 379 ცხენი. ვაპირებთ ახლა ფილტრის შეცვლას და კატალიზატორის ამოღებას, რათა მანქანას ჰქონდეს მეტი გამტარიანობა, რაც პროგრამაში ჩარევის გარეშე დაახლოებით 30-40 ცხენს მოგვიმატებს. გვექნება სულ 400 ცხენი. ახლა წავიდეთ და შევცვალოთ. ეს არის Supra-ს ქარხნული ჰაერის ფილტრი, რომელიც ძალიან დაბინძურებულია და თავისთავად შესაძლებელი. ხოლო ჯახას კასტომმა გამოგვიგზავნა K&N-ის სპორტული ფილტრები, რომელიც არის რეცხვადი და მრავალჯერ გამოყენებადი. შეგაკენია გადამყვანი ქარხნული კატალიზატორიდან უკვე სპორტულ გამშვებამდე. ეს არის გაჭედილი, ხა და უნდა გამოვაწროთ როგორ. downpipe-დან მოდის ეს გადამყვანი და გადამყვანის მერე უკვე მიდის ნიანი გამშვების სისტემა, რომელიც აქ ორად იყოფა. ბოლოში გვაქვს ორი ისეთი ბაჩოკი. რიც ისე გამოიყურება.
ესეც ჩვენი ქარხნული კატალიზატორი, downpipe უკვე დავაყენეთ და ახლა აქედან მივიდივართ დინოზე, რომ გავტესტოთ რა სხვაობა მოგვცა downpipe-ის დაყენება. ახლა ჩვენ დავბრუნდით ABP-ში, მანქანა დადგა დინოზე უკვე downpipe-ით და სპორტული ფილტრით. ეს არის მინიმალური რაც შეიძლება პერფორმანსისთვის მანქანაზე შევცვალოთ. ხოლო ვისაც აინტერესებს Supra-ს რეალური რესურსი, აქ ყავს მაგალითი. გამარჯობა. ორი სიტყვით რომ მოგვიყვეთ. Single turbo-ზე G42 1200-ზე, დაახლოებით turbo-s რესურსი არის 1200 ცხენის ძალა, ოპტიმალური ცხენია 1200. შეიცვალა turbo, მთლიანი გამსვლელი სისტემა, მთლიანი გაგრილების და საწვავის სისტემა. ეხლა turbo უკვე დამონტაჟებულია, ასევე გამსვლელი სისტემაც და გაგრილებაც. ეხლა ვაყენებთ საწვავის სისტემას და შემდეგ უკვე დადგება დინოზე. ბენზინზე ველოდებით სადღაც 700 ცხენის საბურავზე, ხოლო სპირტზე სადღაც 900 შეიძლება ცოტა მეტიც საბურავზე, რაც ძრავზე 1100 ცხენამდე გამოდის. ძრავს არ ხსნით. 950 ცხენს საბურავზე უძლებს B58 გენორის ძრავი. რაც ვიცით და ნაცადია, მაგდენს უძლებს და მეტი ჯერ არა ნაცადი და ვაპირებთ მაგის ცდასაც. მადლობა ბუბუ. შეგიძლიათ ვატებები, ველოდების შედეგს და სხვაობას მოგცემს კაინის ფილტრი და downpipe-ი. როგორი მოკლესია იყო. გვეყენა ჩვენც და ჩვენ შემთხვევაში ჩვენი იყო პირველი თაობა და 333 ცხენი დაწერა საბურავზე და თქვენი სადღაც 40 ცხენით მეც დაწერ საბურავზე, შეიძლება 50 ცხენითაც მეტი დაწეროს საბურავზე. ნახოთ, გისურვებთ კომპიუტერის მალე გახსნას და დანასტროიკებას, თორე ცოდვა მანქანა. ასვალეთ ყვილად. რამდენი ცხენი დაწერა? 379 ცხენი დაწერა საბურავზე. 380 ცხენს დაწერს საბურავზე კატალიზატორად და კაინის ფილტრი. რაღაც ორი ცხენი გვაკლია 400 ცხენამდე. დაგიბრუნდით უკვე დასრულებული პროექტით. თავდაპირველად მანქანა საბურავზე ჰქონდა 370 ცხენი, ხოლო ამ მცირე მოდიფიკაციებმა მოგვიმატა 30 ცხენი და საბურავზე დავწერეთ 400 ცხენი. რაც შეეხება უკვე აჩქარების სხვაობას 100-დან 200 კმ/სთ-მდე, სანამ ფილტრს და downpipe-ს დავაყენებდით, მანქანა დადიოდა 9.4 წამში, ხოლო ამ მოდიფიკაციების შემდეგ 8 და 54-ში ვიარეთ თუ არ ვწდები. ხეშად 8.5 წამში. გარდა ცხენებისა, ძალიან კარგი სხვაობა მივიღეთ ხმაზეც, რასაც ახლა მოგასმენინებთ. ჯახა დაკოქე. ეს არის 7 გარემოში მომუშავე Supra-ს ხმა, ჯერ კიდევ კატალიზატორით. საბოლოოდ მცირე, მაგრამ საინტერესო პროექტი გამოგვივიდა. სამწუხაროა, რომ ძრავის კომპიუტერში ჯერჯერობით ვერ ვერევით და ეგრეთ წოდებულ ნასტროიკას ვერ ვაკეთებთ. თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია დღეს. იმედი მაქვს, რომ საომავლოდ უფრო დიდი და გრძელი პროექტებით დაგიბრუნდებით. ახლა კი გემშვიდობებით.